დღეს არის ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში. დღეს არის დღე, როდესაც თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრა ადამიანმა. ძალიან ბევრი კითხვები ისმება. ღმერთი ხო ყოვლის შემძლეა. მას ხომ შეეძლო რომ კაცობრიობა ისე გამოესყიდა, რომ აი ეს ტკივილი, ეს ჯვარცმა არ განეცადა. რა თქმა უნდა შეეძლო. რატო არ გააკეთა ეს? ის როდესაც ქმნის ქვეყნიერებას, არაფრისგან ქმნის, ერთი სიტყვით იყოს ნათელი და იქნა ნათელი. რა თქმა უნდა შეეძლო, რატო არ გააკეთა? ჩვენ როდესაც ვლოცულობთ, არის ესეთი ასამაღლებელი, რამოთ შენ ხარ მეუფე სიმართლისა და მაცხოვარი სულთა ჩვენთა. სიმართლის მეუფეა ღმერთი, მას სიხალბე არ შეუძლია. რასაც აკეთებს, სამართლებრივად აკეთებს უფალი. და აი როდესაც მოხდა ის, რომ ადამი შეცდა და ადამის ყოფნა სამოთხეში ერთგვარი ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო, რადგანაც ის უკვე ემალება ღმერთს და ღმერთს კი შეუძლია რომ აპატიოს, მაგრამ თუ თვითონ ადამი არ ეთყოდა უფალო შევწდი შემინდე, თუ კი ადამიანს ეს არ გაუჩნდებოდა, ბუნებრივია რომ მეუფე სიმართლისა სიმართლეს არ დაარღვევდა. არადა ადამა შენმა მოცემულმა ცოლმა შემაცდინა. ცოლმა გველს გადააბრალა, მაგრამ ირიბად უფალს დააბრალეს. ანუ ისე დაეცა ადამი, რომ მისი ყოფნა სამოთხეში შეუძლებელი იყო, უფრო დაიტანჯებოდა ადამი სამოთხეში. ამიტომ ის განდევნილ იქნა სამოთხიდან. არადა ღმერთმა ისე შეიყვარა ადამიანი, რომ საკუთარი ძეც კი გასწირა, კი არ გასწირა, საკუთარი ძეც კი აი ამ საქმისთვის გამოიყენა, შეიძლება ასე ვთქვა. ანუ ღმერთს კი შეეძლო ერთი სიტყვით კაცობრიობა გამოესყიდა, მაგრამ ეს გამოსყიდვა არასამართლებრივი იქნებოდა. რატო? იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა, რომელიც ყველა ადამის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა და იქ ერთგვარ ტანჯვას განიცდიდა. აი ამ კაცობრიობას ესაჭიროებოდა გამოსყიდვა, ანუ ვიღაც უნდა ყოფილიყო კაცობრიობაზე უფრო მეტი, ვინც აი ამ სხერპლზე წავიდოდა და ვინ იქნებოდა ასეთი თუ არა ძე ღვთისა. მან სამართლებრივად, ნახეთ სიტყვა სამართლებრივად აიღო თითეული ჩვენთაგანის მთელი კაცობრიობის ტანჯვა, ჩვენი ცოდვები, ყველას რომ ჯოჯოხეთში გველოდებოდა და მან შეგნებულად ჯვარზე შემსჭვალა ეს ყოველი. მან ჯვარზე გამოგვისყიდა და ჩვენს მაგივრად დაიტანჯა. აი ეს სიტყვები ილი ილი ლამა საბაქთანი, რომელარ თარგმანებით ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე, სწორედ ეს სიტყვებია, რომელიც აი ამას ხას უსმევს. იესო ქრისტე ძე ღვთისა ამბობს, რომ ღმერთო ჩემო, რატო დამიტევე მეო? ამას ამბობს იმიტომ, რომ მან უკვე დაიწყო არა მარტო ის ტანჯვა, რაც ყველა ადამიანს ჯვარზე გაკროს ეტკინებოდა, არამედ მან უკვე დაიწყო ჯოჯოხეთური ტანჯვის განცდა.
და ჯოჯოხეთში ღმერთი მოწყალებით არა მართსაჯულებით სუფევს იქ და ამიტომ ამბობს ანუ როგორც კი დაიწყო თითეული ადამიანის ტანჯვის განცდა პირველი ეს აღმოხდა ყველაზე მტკივნეული ყველაზე დიდი რაც არის რომ იქ უფალი არ არის რატომ დამიტევე მე უფალ ანუ მისი ეს ადამიანური ბუნება აი ამას განიცდის ასე რომ ის არის მეუფე სიმართლისა და რასაც აკეთებს ყოველივე სამართლებრივად აკეთებს და მისი ჯვარცმაც სწორედ სამართლებრივი ჯვარცმა იყო მე ჩემი ქადაგება რატო დავიწყე აქედან დავიწყე იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს რომ ხო შეეძლო ხო ღმერთი იყო ამდენ სასწაულებს აკეთებდა არ გაკრულიყო ჯვარზე რომ არ გაკრულიყო კაცობრიობა ვერ გამოისყიდებოდა ჯვარზე მოხდა თითოეულ ჩვენთაგანის გამოსყიდვა მოდით გუშინ სადაც გავჩერდით ქადაგებას დავიწყოთ იქიდან რომ როდესაც წაიყვანეს კაიაფასგან პონტოელი პილატესთან პონტოელი პილატე ეკითხება რომ რა დააშავა ამანაო აქ რომ მომიყვანეთო და იუდეველები ეუბნებიან რომ რო არ დაეშავებინაო აქ არ მოგიყვანდითო მერე შეეკითხება მაცხოვარს შენ ხარ მეუფე ჰურიათა მე ვარ როგორც შენი თქვი ანუ როგორ შენ ამას შენ თვითონ ამბობ თუ ვინმე გეუბნება ანუ ეუბნება რომ მე ვარ რასაც მღვდელთავრები მას აბრალებენ პასუხს არ იძლევა მაცხოვარი და რატო არაფერს არ მიუგებ მასაო აი ეს დიალოგი როგორ არის იცით რომ მაცხოვარი შიგნით აყავს და ეს მღვდელთავრები პილატესთან არ შედიან რატომ იმიტომ რომ პილატე წარმართი იყო და იუდეველის შესვლა წარმართის სახლში ეს ერთგვარი წაბილწვა იქნებოდა ამიტომ პილატე შედიოდა და გადიოდა შედიოდა მაცხოვარი ყავდა შიგნით იმას ეკითხებოდა ხოლო შემდგომ გარეთ გამოდიოდა და პასუხს იძლეოდა და მრავალი აი ამ იმის დროს საუბრის დროს მიავლინა პილატეს ცოლმა წერილი თავის ქმარს პილატეს რომ ნურარას ავნებ მაგ მართალ ადამიანსაო რადგანაცაო მე ძალიან ბევრი მევნო ჩვენებითაო სიზმრისეულ ჩვენებით ანუ ეუბნება რომ ეს მართალი ადამიანია არ დასაჯო ჩვენ მომავალში ვნახავთ რომ მისი მეუღლე მოწამე იქნება ქრისტეს გულისთვის პონტოელ პილატეს მეუღლე ამას რომ მოისმენს უფრო აღარ მოუნდება მისი ტანჯვა მაგრამ ებრაელები ერთგვარად ზეწოლას ახდენენ მასზე და პონტოელი პილატე რომის კეისრიდან დანიშნული იყო პალესტინაში მხოლოდ იმიტომ რომ სიმშვიდე ყოფილიყო ხალხი გადაეხადათ ხალხი აეღოთ და არაფერი და აი ეს სიმშვიდე უნდა დაემყარებინათ როდესაც ხედავდა რომ ფორი აქობდნენ ის ყველაფერზე მიდიოდა მერე პონტოელი პილატე რომ სიმშვიდე დაემყარებინა მერე მოიფიქრა რომ დღესასწაულზეო მოდიოდა პასექის დღესასწაული ერთ-ერთ მყრობილს შევიწყალებ და რომელი გირჩევნიათო ბარაბა შევიწყალო თუ ქრისტეო და მღვდელთავრებისაგან ხალხი გაფრთხილებული იყო რომ თუ ესეთ კითხვას დასვამს ყველა მუთხარით ბარაბა გამოუშვიო და ქრისტეს რა უყოთო ქრისტე ჯვარზე აცვითო და როცა დასვა ეს შეკითხვა თელმა ხალხმა დაიწყო ყვირილი ბარაბა და პონტოელი პილატე ცდილობდა რომ მაინც რა გააკეთა ასეთიო რა ბოროტი უქმნიეს მასო და ხალხი არ ჩერდებოდა ჯვარსაცვი ეგრეო ქრისტეზე და
მე რომ ნახა რომ უკვე აღარაფერი გამოდიოდა ერთ-ერთმა მათგანმა თქვა რომ შენ არ ახარო კეისრის ერთგულიო რადგანაცაო მანო თავის თავი მეუფედ გამოიყვანაო და ესე იგი შენ არ ახარ კეისრის ერთგული რომ მისი დასჯა არ გინდაო ну ეს რომ მოისმინა მაშინ უკვე შეეშინდება პონტუელ პილატეს გამოიტანენ წყალს დაიბანს ხელს ვითომ ეს ხელის დაბანვა მას ასე ვთქვათ ამ ცოდვაში თანაზიარს არ გახდიდა და ამბობს რომ უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგის და ამ დროს მთელი ებრაელობა იძახის სისხლი მაგიზი ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო წარმოიდგინეთ საკუთარი თავი დაწყებეს და თავიანთი მომავალი შვილები შვილთა შვილები და ვინც კარგად იცნობს ისტორიას ის ალბათ ბევრჯერ გაიგონებდა იმას რომ ანტისემიტიზმი მთელ მსოფლიოში როგორ არის მოდებული როგორ იყო მოდებული ჯერ გერმანიაში 6 მილიონი ებრაელი როგორ დახურს 6 მილიონი ეს ძალიან დიდი ციფრია ხალხო და ამის გარდა 70 წელს ტიტუსმა მიწასთან გაასწორა მთელი იერუსალიმი ტაძარი დაანგრია და გადაასახლა ებრაელები და იმის შემდგომ სახელმწიფო როგორც ასეთი მათ არ ჰქონდათ სულ რაღაც აიხლა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მათ ეს ისრაელი შეუქმნეს 48 წელი 1948 წელს თუ კარგად მახსოვს ასე რომ ეს წყევლა 2000 წლის განმავლობაში მოსდევდათ აი ამ იუდეველებს ამის შემდგომ მისცემს ნებას თავის ჯარისკაცებს და ქრისტეს შეიყვანენ შიგნით და იქ გახდიან მეწამულ შესამოსელს ჩააცმევენ თავზე ეკლის გვირგვინს დაადგავენ და დასცინიან მეწამული შესამოსელი საერთოდ იმპერატორებს მეფეებს ადგას და დასცინიან და შოლტით ცემენ და ეს შოლტის ცემა იმდენად ძიმია და იმდენად მომაკვდინებელია რომ წინიდან არ უტყავდნენ იმიტომ რომ შოლტს ჰქონდა აი ესეთი რკინის კაუჭები რომ შოლტის დარტყმის დროს ერჭობოდა და რომ მოკაჩავდნენ ხორცებს გლეჯდა და წინიდან რომ დაერტყათ შოლტი ეს შეიძლება გულამდე ჩასულიყო და მყისიერი სიკვდილი გამოეწვია ამიტომ ზურგზე ურტყავდნენ და ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს ამის შემდგომ როდესაც უკვე აი ნახევრად ცოცხალდარი მაცხოვარი ისევ თავის შესამოსელი ჩააცვეს გამოიყვანეს და წაიყვანეს რათა ჯვარს აცვან მაგრამ ისე იყო დასუსტებული მაცხოვარი რომ უჭირდა აი ჯვრის აღება და იქვე აჰრაკად წარაქციეს ვინმე სვიმონ კვირინელი მამა ალექსანდრას და რუფესი რას ნიშნავს აჰრაკად ანუ მოიყვანეს და მისმაგივრად დაადეს ეს მძიმე ჯვარი რომ მას ეტარებინა გოლგოთამდე აი ეს ჯვარი გოლგოთა ნიშნავს თხემის ადგილი თხემის ანუ იქ ადამიანის თავის ქალა იყო დაფლული და გოლგოთამდე აი მან უზიდა სვიმონ კვირინელმა უზიდა აი ეს ჯვარი ხოლო გოლგოთაზე მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე და მის მარჯვნივ და მარცხნივ ორი ავაზაკი ჯვარცმა არაერთხელ მithქვავს მინდა გავიმეორო ეს იყო ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი დასჯა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის და ყველაზე უფრო მტკივნეული ადამიანის რომელსაც ჯვარზე გააკრავდნენ მას თვითეული ჰაერის ჩასუნთქვისთვის ესაჭიროებოდა რომ წამოწეულიყო და ჩაესუნთქა ჰაერი
იმიტომ დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ ჯვარზე გაკრული. და აი როდესაც ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი და ეს ორი ავაზაკი დასცინოდნენ მღვდელთავრები, აი შენის არა ხარო, რომ ამბობდი, რომ 3 დღეში ავაშენებ ტაძარსაო. თუ ესეთი ყოვლი შემძლე ხარო, გადაერჩინე თავი შენიო. მაცხოვარი ითმენდა ამას და მამა ღმერთს თხოვდა, რომ მამაო, აპატი არ იციან რას აკეთებენ. და ეს რომ მოისმინა კეთილგონიერმა ავაზაკმა, რომელიც მარჯვენა მხარეს იყო გაკრული. ის უკვე აღარ ეუბნებოდა როგორც მარცხენა ავაზაკი, რომ გადაარჩინე შენი თავი და ჩვენს გადაგვარჩინე, თუ ხარ მესიაო, თუ ხარ ძეხვთისაო. და იმის საყვედურზე ეს ეუბნება უკვე ეს კეთილგონიერი ავაზაკი, რომ როგორ არ გცხვენიაო, ან როგორ არ გეშინია ღმერთისო, ჩვენაო რაც ჩავიდინეთო, სამართლად მოგვეგების ყველაფერიო, ხოლო ამანაო არაფერი ცუდი არ გააკეთაო, არაფერი ცუდი არ ჩაუდენიაო. და შემდგომ მიუბრუნდება მაცხოვარს და ეუბნება, რომ უფალო მომიხსენე მე, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. კი არ ეუბნება, რომ მაცხოვნე, კი არ უბრალოდ გაგახსენდეო შენს დიდებაში რო იქნებიო. და მაცხოვარი ეუბნება, რომ დღესვე ჩემთან იქნები ცათასას უფეველშიო. ამის შემდგომ 3 საათი მზე დაბნელდა და როდესაც აი ეს საშინელი ტანჯვა იყო, ახლოვდებოდა პასექის დღესასწაული, ანუ შაბათი და შაბათს უკვე ებრაელებს აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. მათთვის ეს უქმე იყო. და ამიტომ უთხრეს პონტუელ პილატეს, რომ ფეხებს გადაუმტვრევთო. ფეხების გადამტვრევა ნიშნავდა იმას, რომ ისინი ვეღარ წამოიწეოდნენ და ჰაერს ვეღარ ჩაისუნთქავდნენ და აი ამ ტკივილში გაიგუდებოდნენ უხაერობით. და სანამ ეს მოხდებოდა, როგორც გითხარით, მაცხოვარმა ასეთი სიტყვა თქვა, ილი ილი ლამა საბაქთანი, რომელსაც თარგმანებით ღმერთო ჩემო, რა ისათვის დამიტევებე, ამაზე მე აგიხსენით ეს რატომს თქვა. და ამის შემდგომ უკვე მან განუტევა სული. ამის შემდგომ მიდიან ეს ჯარისკაცები და ორივე ავაზაკს ფეხებს უმტვრევენ. და მაცხოვარი კი რომ გარდაცვლილია, მას უგმირავენ. აი ეს ყველაფერი არის წინასწარმეტყველებები. აი ჩვენ ახლა ჩინას დღესაც სახურებაში მრავალი წინასწარმეტყველება, ისაია, იერემია, ზაქარია, ძალიან ბევრი, ზუსტად რომელიც მიესადაგება ქრისტეს ცხოვრებას. ურჯულოთათან შეერაცხა, ურჯულოთან, ანუ ავაზაკებში ერთად ავაზაკებთან ერთად ურჯულო არის ის, ვისაც ჯული არ აქვს და რასაც უნდა იმას აკეთებს, როგორც ავაზაკი, ხო? ავაზაკებთან ერთად ჯვარზე გაეკრა. ხო, მერე სანამ ჯვარზე გააკრავდნენ ქრისტეს, მე დამავიწყდა მისი შესამოსელი გაიხვეს და კვართსაზე და განიგდეს წილი. კვართი იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი და ასე ვთქვათ, ის რომ გაეხოთ, როგორც ნაქსოვი დაირღვეოდა. ამიტომ წილი ყარეს და იცით რომ ეს ვისაც შეხვდა კარსნელ იოსებ ცხეთიდან წასულს და ჩამოაბზანეს საქართველოში და დღეს სვეტიცხოველში ბრძანდება. კიდევ მრავალი წინასწარმეტყველება და ერთადერთი რაც უნდა გვახსოვდეს, რომ მაცხოვრის აღსრულების დროს მიწა იძვრა. როგორც გითხარით, მზე დაბნელდა, კლდეები გასკდნენ და მართალთა სულები აღდგნენ. აი ეს მართალი იუდეველები,
რომლებიც მესიას ელოდებოდნენ, გაცოცხლდნენ ხალხი და შევიდნენ წმინდა ქალაქ იერუსალიმში და ხვდებოდნენ მართალ ხალხს, თავის ახლობელს და ბუნებრივია რაზე ელაპარაკებოდნენ. ბუნებრივია ელაპარაკებოდნენ იმაზე, რაც ხდებოდა, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად ზეღვთისა მესია იყო. ანუ ეს ყველაფერი ხო და კიდე მთავარი, რომ კრეცაბმელი ტაძრის გაიყო ორად. აი აღსავლის კარების უკან ხო არის ფარდა, რომ წევთ, ეს არის კრეცაბმელი. ეს კრეცაბმელი გაიყო ორად. ნიშნად იმისა, რომ სულიწმიდამ დატოვა უკვე ძველი აღთქმის ეკლესია. წარმოვიდგინეთ, კი, რა თქმა უნდა შეეშინდათ ყველას და აი ეს ასისთავი, რომელმაც არანაირი წინასწარმეტყველება არ იცოდა, ესეთ რამეს ამბობს, რომ ჭეშმარიტად ესე ზეღვთისა იყო ქრისტეზე. ასე რომ, ჩემო კეთილებო, საოცარია, რომ აი ამ წარმართმა შეიცნო მესია და იმ იუდეველებმა, მღვდელმთავრებმა, რომლებმაც ზეპირად იცოდნენ მთელი წმინდა წერილი და ყველაფერი წინასწარმეტყველება ქრისტეზე ეს, რომელიც ახდა, არ შეიცნეს. შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება მიხვდნენ კიდევაც, მაგრამ უკვე წინააღმდეგ წავიდნენ. მე ცოტა წინ გავუსწრებ ისტორიას და იმასაც გეტყვით, რომ როდესაც აღდგა ქრისტე, მისი აღდგომა დაინახეს აი ამ მღვდელმთავრების მიერ დანიშნულმა ჯარისკაცებმა. მოვიდნენ და ეუბნებიან, რომ აი ქრისტე აღდგა, განათდაო, იწაიძრო, გადავარდა ის ყავ და ამას ეუბნებიან მღვდელმთავრებს და მღვდელმთავრები უკვე ფულს აძლევენ, რომ გაჩვენოს ესე არ თქვათო. რაც მოხდა სიმართლე არ თქვათო. თქვით, რომ ჩაგვეძინაო და რომ გავიღვიძეთ ეთყობა მისმა მოციქულებმა მოიპარესო. ანუ ეს რაზე მეტყველებს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ იციან ვინ არის ქრისტე, მაგრამ იმდენად უკვე დაბრმობილი არიან თვალებით, სულიერი თვალებით, რომ უფლის წინააღმდეგ წავიდნენ. ასე რომ მაცხოვარი გარდამოხსნეს და გარდამოხსნა მოახდინა იოსებ არიმათიელმა, რომელიც ასევე საიდუმლო მოწაფე იყო ქრისტესი. სინოდრიონის წევრი იყო ისიც, საკმაოდ დიდარი და იქვე ქონდა მას საფლავი, ნაბიდი ახალი საფლავი, სადაც ჯერ არავინ არ იდვა და არ მენაკიდა წმინდითა, აი ეს ტილო აიღო, წარგრაგნა და დასდო ახალსა საფლავსა და მიაგორეს ლოდი. შემდგომ ამისა მოდიან პონტოე პილატესთან და ეუბნებიან ეს მღვდელმთავრები, რომ მან მაცდურმაო ქრისტეზე, თქვა, რომ მე რომ მოვკვდებიო, მესამე დღეს აღდგებიო. ეხლა მოიპარავენ მისი მოწაფეებიო და იტყვიან, რომ აღდგაო და ეს ცვლინება იქნება ძალიან დიდიო. და პონტოელი პილატე ეუბნება, ჯარისკაცები ხო გყავთ, ადექი და თქვენ დაუყენეთ თქვენი ჯარისკაცებიო და მართლაც დაუყენებენ ცველებად. იმ ადგილს, სადაც თქვათ მაცხოვარი დასდვეს და ქვა მიადეს, იქვე ჯარისკაცები იყვნენ იცავდნენ. ასე რომ დღევანდელი დღის თუ შეიძლება ითქვას, აი ეს სახურება, აი ამით თავდება, ხვალე დილით 5 საათზე დაიწყება ცისკარი, წესის აგება. ცისკარს შემდგომ მოხვება გარშემოვლა სამგზის და მერე დავიწყებთ ბასილი დიდის წირვას, სადღაც 8 საათისთვის და შემდგომ ამისა უკვე ღამე 12 საათზე
უკვე დაიწყება სააღდგომო ლიტანიობა. ღმერთმა დაგდოცოთ, ღმერთმა გაკუთხოთ და ღმერთმა ინებოს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეგვეგრძნოს რა დიდი მსხვერპლი გაიღო ქრისტემ თითოეული ჩვენთაგანისთვის. როგორ უყვარს ღმერთს თითოეული ჩვენთაგანი, რომ რა გააკეთა მან და გვახსოვდეს, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვების გულისთვის გაეკრა ჯვარზე. და როდესაც ჩვენ ვწოდავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ აი ამ ცოდვით ხელახლა ვაკრავთ ქრისტეს ჯვარზე. ყოველ შემთხვევაში ეს აზრობრივად და უნდა გვახსოვდეს, როგორ უნდა ვებრძოლოთ აი ამ ცოდვას. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მძიმე დღე ეს არის და ეცადეთ, რომ ეს დღე მძიმე მარხვით უზეთოთ, ვისაც შეგიძლიათ საერთოდ პურზე და წყალზე გაატაროთ. ეხლა ყველა მივალთ, დავიჩოქებით, გვემთხვევით გარდამოხსნას და შემდგომ წამბზანდებით.